საქართველოს საავტომობილო ნაკრების დებიუტი. პირველად ისტორიაში საქართველოს საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის მსოფლიო საავტომობილო თამაშებში მიიღებს მონაწილეობას. ჩემპიონატი იტალიაში გაიმართება. პრესტიჟულ ტურნირში საქართველოს სახელით 4 სპორტსმენი იასპარეზებს. ქართველი მრბოლელები ბოლო მომზადებას გადიან. საქართველოს ნაკრები საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის მიერ ორგანიზებულ მსოფლიო საავტომობილო თამაშებისთვის პირველად ემზადება. მებლუდ მელაძე, ლიზი ბაგრამოვა, ნიკოლოზ კობოსნიძე და არჩილ ციმაკურიძე საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის სახელს 3 სახეობაში დაიცავენ. კარტინგები ეს ის სახეობა, რომელშიც მონაწილეობას ლიზი ბაგრამოვა და ნიკოლოზ კობოსნიძე იღებენ. ახალგაზრდა ქართველი მრბოლელები 16 ქვეყნის წარმომადგენლებს შეეჯიბრებიან. ისინი მომავალი ტურნირისთვის რუსთავის ავტოდრომზე ემზადებიან. 28 ქვეყანა იღებს მონაწილეობას, მაგრამ ჩვენ უნდა შევძლოთ, უნდა ვეცადოთ, რომ მაქსიმალურად კარგი დრო ვაჩვენოთ. ვარჯიშობთ ყოველ დღე 4 საათი და ვთვლი, რომ ეს 4 საათი არ არის ტყუილად დახარჯული დრო, რადგან ყოველი წუთი ვარჯიშისა გადამწყვეტია. ძალიან პატარა დისტანცია გვაქვს და დროის ჩვენებისთვის უნდა ვიბრძოლოთ. ასევე ვთქვათ ძალიან ძლიერი მოწინააღმდეგეები, ვისაც ძალიან დიდი ბრძოლა გველის. კარგი მომზადება გვაქვს, ყოველდღე ვარჯიშობთ, ყველაფერს შვებით, რაც იქ უნდა გავაკეთოთ და გვინდა რომ კაი შედეგი ვაჩვენოთ. დრიფტში საქართველოს სახელს გამოცდილი მრბოლელი, რალიში ევროპის ეტაპის გამარჯვებული შავი ზღვის თასის და საქართველოს ჩემპიონი მელუდ მელაძე დაიცავს. მას ამ კატეგორიაში მსოფლიოს 7 ქვეყნის წარმომადგენელთან მოუწევს დაპირისპირება. გამოცდილების გათვალისწინებით მელაძეს წარმატებებს უწინასწარმეტყველებენ. რაც შეეხება Digital Cups ამ სახეობაში არჩილ ციმაკურიძე მიიღებს მონაწილეობას. 6 სახეობა არჩეული და საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციამ მოახერხა ის, რომ ამაში ჩართულობა თავიდან ბოლომდე გვაქვს, რა თქმა უნდა, 6 სახეობას პირველ ეტაპზე ვერ მოვერეოდით, მაგრამ 3 სახეობაში ჩავერთეთ. აქედან კარტინგი ერთი, რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესია, იმიტომ რომ თაობა სწორედ აქედან იზრდება. დრიფტი, რომელიც ერთ-ერთი წამყვანია საქართველოს მასშტაბით და ყველაზე უფრო სანახაობრივია და რა თქმა უნდა, მომავალი სამყაროსთვის უკვე ვირტუალურზე გადავერთვებით, ანუ დიჯიტალი, სადაც ასევე ჩვენი წარმომადგენელი დაიცავს საქართველოს ღირსებას. მსოფლიო საავტომობილო თამაშების მასპინძელი ქვეყანა წელს იტალია იქნება. საქართველოს ნაკრები იტალიაში საავტომობილო სპორტის ფედერაციის ორგანიზებით მიემგზავრება. ერთმანეთს მსოფლიოს 20-ზე მეტი ქვეყნის ავტომრბოლელი დაუპირისპირდება. რომში ვალელუნგას ავტოდრომზე შეჯიბრებები 31 ოქტომბრიდან 3 ნოემბრის ჩათვლით გაიმართება.